ანაბლიაძის რუბრიკის დროა, რატომ უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რატომ გვეშინია საერთოდ ცვლილებების. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით თქვენ და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიახ, დღეს რუბრიკის ფარგლებში ვაპირებთ საუბარს ცვლილებებზე და კომფორტის ზონიდან გამოსვლის საჭიროებაზე. ჩვენი მთელი ცხოვრება ცვლილებების პროცესია, თუმცა ხშირად ყველაზე რთული საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ ეს ცვლილება გვჭირდება და კიდევ უფრო რთული ამ ცვლილებებისკენ ნაბიჯების გადადგმა. დღეს ვისაუბრებთ სწორედ იმაზე, რატომ გვიჭირს ასე ძალიან ნაცნობი სიტუაციის დატოვება და რატომ გვიჭირს სიახლეების მიღება. რა არის შიში, სად არის ცვლილება და სად არის ცვლილების საჭიროება. მოკლედ, უფრო სლად და დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. მინდა წარმოგიდგინოთ ფსიქოთერაპევტი რუსუდან კილაძე, ხალხტონოს დაგთხოვთ შემობრძადეთ ჩემთან და უფრო სლად და დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე. მადლობა, რომ დილიდან ხართ ჩვენი სტუმარი და მოდით დავიწყოთ კომფორტის ზონაზე საუბარი და იმ ცვლილებებზე, რომელიც ცხოვრებაში ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ გამოგდის. ესე იგი, რატომ ეშინია ადამიანს სიახლეების ცვლილებების, მაშინაც კი, როდესაც გააზრებული აქვს, რომ ეს სჭირდება. გამარჯობათ, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, ვინაიდან ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ეს დრო, როცა ვსვამთ კითხვებს, ვარ თუ არა იქ, სადაც მინდა რომ ვიყო, რამდენი ხანი უნდა დავრჩე კიდევ იქ, სადაც ეხლა ვარ. როდესაც ძველი გარემო რომელიც ადრე ჩემთვის კომფორტული იყო, ნელ-ნელა უკვე თქვათ არასასიამოვნო ხდება, არაკომფორტული ხდება და მე ისევ ვრჩები. კომფორტის ზონა არ ნიშნავს უშუალოდ კარგს, კომფორტულს. კომფორტის ზონა არის ის, რაც ადამიანისთვის ჩვეულია, ნაცნობია, შეეჩვია, კი ბატონო. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ საერთოდ სხეულისთვის ყველა ცვლილება არის სტრესი. ეს იქნება დადებითი თუ უარყოფითი, ყველაფერი სტრესია. თქვენ წარმოიდგინეთ, საცხოვრებელი ადგილის ცვლილება თითქმის უტოლდება საყვარელი ადამიანის დაკარგვის სტრესს, ესე იგი დონის სტრესს, რაც ძალიან რთულია ადამიანისთვის. მით უმეტეს თუ სტრესი არის ხანგრძლივი, შეიძლება იყოს მცირედი, თუმცა ყოველდღიურად, თქვათ, გრძელდებოდეს, ეს უფრო ორგანიზმისთვის კიდე დამანგრევლად მოქმედებს. ადამიანებს გვეშინია კომფორტის ზონიდან გამოსვლის, იმიტომ პირველ რიგში, რომ არ ვიცით რა გველოდება გარეთ. ბავშვიც, როდესაც იწყებს გარემოში გასვლას, ჯერ გაივლის 1 მეტრს, შეამოწმებს დედაიქარის თუ არა, შემდეგ გაივლის ნახევარს ისევ შეამოწმებს დედაიქარის თუ არა და როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, ეს ცვლილება არ ეხება მხოლოდ მას. ეს ეხება მთელს მის გარემოს, მეგობრებს, კოლეგებს და აბსოლუტურად ყველას. და ეს კიდე უფრო დიდი პასუხისმგებლობა არის, რომ რა მოხდება თუ მე აქედან გამოვალ, როგორი იქნება გარემო ჩემს გარეშე და ერთი ცვლილებაც კი სისტემაში გამოიწვევს ძალიან დიდ პროცესებს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ. გვესმის ეს მუდმივად. მარტივსათქმელია. მოდით, ხო, მარტივსათქმელია, მაგრამ ძალიან რთული შესაძლებელია. ფაქტობრივად ახსენეთ, მაგრამ მაინც ავხსნათ, რას ნიშნავს კომფორტის ზონა. ეს არ ნიშნავს, რომ ბედნიერად ვართ, ხო, იმ გარემოში. და როგორ მივხვდეთ, რომ ზედმეტად დიდხანს ვართ ამ ჩვენს კომფორტის ზონაში? კი ბატონო. ესე იგი, როგორც უკვე ვთქვით, კომფორტის ზონა არის ის, რასაც უკვე მივეჩვიე, მაგალითად, დავიწყე სამსახური, რომელიც, თქვათ, 20 წლის ასაკში ჩემთვის იყო ძალიან კარგი, მაქვს სტაბილური ხელფასი და მე ვრჩები წლების განმავლობაში ამ სამსახურში. ჩემი მოთხოვნილებები იზრდება, ასაკი მემატება, თუმცა ისევ იგივე პროცესებში ვრჩები. ან მაგალითად მივედი რაღაც სივრცეში, შევიძინე მეგობრები, სადაც თავიდან კარგად ვგრძნობდი თავს და ახლა ნელ-ნელა ვამჩნევ, რომ ეს ადამიანები, თქვათ, ცოტა ჩემთვის სხვანი არიან, კი ბატონო, სხვადასხვა გზით წავიდნენ, სხვადასხვა მენტალიტეტი აქვთ, პირობითად ღირებულებათა სისტემა განსხვავდება ჩვენი, სხვადასხვანაირად ჩამოყალიბდა, მაგრამ მეშინია ნაბიჯის გადადგმის. იმიტომ რომ მე ვიცი აქ რა ხდება, თავიდან ეს რაშიც ეხლა ვარ, ჩემთვის იყო კარგი და ვიცი როგორ უნდა მოვერგო, თუნდაც უარყოფითი იყოს, ვიცი როგორ უნდა გადავრჩე, ვის რა პასუხი დაუბრუნო, თქვათ, ეს საქმე როგორ შევასრულო, თითქოს ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს იმ დარჩენა, იმიტომ რომ ყველა დღე, ყველა წუთი უკვე ვიცი, თქვათ, ხო გქონიათ ესეთი გამოცდილება, რომ იმდენად კარგად იცნობთ ადამიანს, რომ იცით რა კითხვაზე, რა პასუხს დაგიბრუნებთ, ან რა შემთხვევაში რა რეაქცია იქნება
იქნება დაახლოებით და ეს გარკვეულწილად ადამიანისთვის ესე იგი პროგნოზირებადი რაც არის უფრო მარტივია და შიშს ქმნის ის რაც უცხოა ყველაფერი აბსოლუტურად ხო სიბნელის შიში იმიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში რომ ადამიანმა არ იცის იქ რა ელოდება თქვენ გვეშინია ყველაფრის რაც არ ვიცით თვით შეფასება და თავდაჯერებულობის დონე რამდენად კავშირშია იმასთან ჩემთვის უფრო მარტივია თუ რთულია ვთქვათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა ძალიან კავშირშია დავიწყოთ იმითი რომ თუ მე ბავშვობაში მაქვს გამოცდილება რომ მყავდნენ ადამიანები მხარდამჭერები რომლებიც საყრდენებს მიქმნიდნენ ყოველ ახალ სივრცეში გადასვლისას ან მაგალითად იწყება ბაღიდან სკოლაში შემდეგ კლასიდან კლასში და ასე შემდეგ ეს უკვე ქმნის იმ გამოცდილებას რომ მე შემძლევარ გადავლა ხო რაღაც წინააღმდეგობა მე შემძლევარ ახალში შესვლის იმიტომ რომ მაქვს გარკვეული საყრდენები მაგრამ თუ მე არ მაქვს ამის გამოცდილება და სადღაც შევრცხვი სადღაც თქვათ ისე არ გამოვიდა როგორც მინდოდა ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს ადამიანს მით უმეტეს თინეიჯერობის ასაკში გარდატეხის ასაკში მიღებული ეს ტრამვები როდესაც სადღაც შევრცხვი თქვათ ან ჩემი თავის უკმაყოფილო ვიყავი რაღაც კომპლექსები გამიჩნდა და მიყვება ხოლმე მთელი ცხოვრების განმავლობაში. სკოლაში გადახდენილი ამბები მთელი ცხოვრება გაყვება ხოლმე ადამიანებს ტრამვულად და ზუსტად ეს განაპირობებს ხო აი ამ პროცესებს. კი ბატონო. ხო. ცოტა ესეთი პრაქტიკული რჩევებისკენ წავიდეთ. თუ არსებობს რაღაცა განსაზღვრული პრაქტიკა, რომელიც აი ხო ჩვენს მაყურებელს ვეტყვით, რომ აი თქვენ თუ თვლით, რომ აი ახლა კომფორტის ზონაში ხართ და გსურთ, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგათ, აი უნდა დაიწყოთ აქედან. არის რაღაცა ესეთი პრაქტიკული ასე თქვათ მიმართულება რომელიც შეიძლება მივცეთ. ფსიქოთერაპია იმიტომ არის ალბათ უნიკალური რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალურად და უნიკალურად ხედავს. თუმცა შევეცდები ისეთი თქვათ პუნქტები ჩამოვთვალო რომელიც ასე თუ ისე ყველა ადამიანს მოერგება. პირველ რიგში მოდით სადაც სახელი დავარქვათ ჩვენს სურვილს. ჯერ დავიწყოთ აქედან რომ მინდა ნამდვილად აქედან გამოსვლა. და როგორ ხვდებით რომ მინდა თუ არა ხო? აი დიდი ხანია გავჩერდი უკმაყოფილო ვარ ყოველდღე ჩემი თქვათ ცხოვრების სტილით. ну არასდროს საკმარისი არ არის რასაც ვაკეთებ გრძნობ ქრონიკულ დაღრილობას და ასე შემდეგ იმ გარემოში სადაც ვარ უკვე უნდა დავსვა კითხვა რომ მინდა ამ გარემოში ყოფნა შემდეგი კითხვა არის მოусმინო სხეულს პირველი რაც გვატყობინებს ხოლმე რომ გარემოში კომფორტულად არ ვართ არის სხეული. ну ქრონიკული დაღლილობაც აქედან მოდის, თუნდაც წნევა, თუნდაც შეიძლება პანიკური შეტევები მქონდეს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ნიშანი შეიძლება მომცეს ხოლმე გააჩნია, ეხლა ყველამ ხო იცის განსაკუთრებულად სტრესში რო არის, სხეულის რა ნაწილი აწუხებს ხოლმე განსაკუთრებულად ზოგს თავი, ზოგს მუცელი და ასე შემდეგ რა. ну შემდეგი კითხვა არის რომ რა არის რაც მიშლის ხელს ნაბიჯის გადადგმაში კონკრეტულად აი არიან ადამიანები ალბათ გინახავთ კიდეც რომ დაგეგმავენ გაწერენ დედლაინს რომ თქვათ ერთი თვის განმავლობაში მე ვემზადები გადასასვლელად მე უნდა დავაგზავნო სივები სივსაც გააკეთებენ მაგრამ ვერ გზავნიან ვერ დგამენ ამ ნაბიჯს როდესაც ჩაგიკითხებით ეს ნიშნავს იმას რომ ბოლომდე არ უნდა ადამიანს თუ ამას არ აკეთებს თუ ისევ შიშების ამბავია შიშის სირცხვილის შიში არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შიში, რომელმაც შეიძლება რომ ადამიანი გააჩერს წარუმატებლობის შიში. მერე კიდე თუ ჩემს უკან ოჯახი დგას და პასუხისმგებლობები მაქვს, ეს კიდევ დამატებითი შიში არის და ასე შემდეგ. კი, ძალიან ბევრი ეს არის კომპლექსური საკითხი. ადამიანი ხო ველისგან ამოწყვეტილად არ არის, ველთან ერთად ფუნქციონირებს, ველში უბრალოდ და როდესაც მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, ხო, რა გავლენას ახდენს იგი თითოეულ წერტილზე, რომელიც ამ ველში არის, უკვე ხდება შფოთვის საგანი. შფოთვა არის კიდე ერთ-ერთი რაც ხელს უშლის ადამიანს ნაბიჯის გადათქმაში შფოთვა არის ის რაც აშეშებს ადამიანს აი რაღაცა ჯერ არ მომხდარა და მე ფანტაზირებ რომ აი მე რო ამას გავაკეთებ ეს მოხდება და ვაიმე მე რა უნდა ვქნა ეს არის შფოთვა და შფოთვა ხშირად ზუსტად აპაუზებს ადამიანს რომ არ გადადგას ნაბიჯი აი კონკრეტულად ჩების შემაფერხებელი რა არის ეს არის აუცილებლად გამოსაძიებელი შემდეგი როდესაც ახალ ადგილზე ვაპირებთ წასვლას პირველ რიგში ვიპოვოთ საყრდენები აი მაგალითად თუ დაკვირვები ხართ, ბევრად უფრო გიადვილდებათ ისეთ ადგილზე წასვლა, თუნდაც ბევრი უცხო ადამიანი იყოს, თუ ერთი ახლო ადამიანი მაინც გეგულებათ იქ, ან ერთი ნაცნობი რაღაც უკვე თქვენთვის ძალიან ეს არის, დამხმარე არის, დიდი საყრდენი არის ეს. შევიქმნათ საყრდენები, რომ გავეცნოთ იმ სიტუაციას, სადაც ვაპირებთ წასვლას, რა შეიძლება რომ დაგხვდეს დაახლოებით და
ნუ სხეული არის ძალიან კრეატიული. ჩვენ ვართ ძალიან კრეატიულები, მორგებადები და არასდროს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ გადავრჩით ყველგან დღემდე, სადაც გამოგვივლია. და კიდევ ერთი დეტალი, როგორ არ იქცეს სტრესად ეს ცვლილება? მაინც სტრესი იქნება გულწრფელად როგორც სხეულისთვის და ყოველი დღე სტრესია. უბრალოდ ჩვენ უნდა განსაზღვროთ როგორი იქნება ეს სტრესი. პირველ რიგში ისედაც ცვლილება არის ძალდატანება, ხო, რაღაც თავს ვაწვევი, რომ რაღაც ნაბიჯი გადავდგა და კიდე ზედმეტი ზეწოლა იქნება უფრო მეტად დამთრგუნველი, მაგალითად დღესვე უნდა შევცვალო, მაგალითად ერთ კვირაში აუცილებლად ეს უნდა დასრულდეს და ასე შემდეგ. ანუ ისეთი ვადები და ისეთი პასუხისმგებლობები, ხო, რომელსაც მე ვიცი, რომ ძალიან გამჭირდება ამის აწევა, ძალიან რთული იქნება ჩემთვის და დიდი ტვირთია ესეთი რამე ჩემთვის არ უნდა დავაკისრო, იმიტომ რომ ისედაც სტრესში ვარ და ზემოდან კიდე ფაქტიურად წილს ვაჭარ საკუთარ თავს, რომ აი რატო არ აკეთებ და თვითგანსჯა, თვითკრიტიკა არის ის, რაც კიდე გვაჩერებს სამწუხაროდ იქ, სადაც შეიძლება კარგად აღარ ვართ. იყო დრო, როცა კარგი იყო, მაგრამ ეხლა აღარ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენს მაყურებელს მე კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ რუბრიკის ფარგლებში ვსაუბრობთ ცვლილებების საჭიროებაზე და კომფორტის ზონიდან გამოსვლის მნიშვნელობაზე. ჩვენი სტუმარი კი ფსიქოთერაპევტი რუსუდან კილაძე იყო. გემშვიდობებით და ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ.